მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს და კარგი დილა გაგითენდათ. 7. აგერ მე უკვე მესამედ დავიწყე ამ ვიდეოს ჩაწერა. და რატომაც მეთიშება? იმედია ახლა იგივე არ დამემართება და ბოლომდე ჩაიწერს. სანამ გაშლას დავიწყებ, იქამდე მეთიშება, ჯერ ვერ დავიწყე. ხო, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი თბილი კომენტარებისთვის და ძირითადად სულ ასეთი კომენტარები მხვდება ხოლმე. აი, რაც YouTube-ის გვერდზე ვარსებობ, ალბათ 1-2 კომენტარი შემხვდა ცოტათი ნეგატიური. და ეს ძალიან მახარებს. ძირითადად რომ მოგწონთ ჩემი გაშლები და თურმე ჩემი ხმაც. რამოდენიმე აღნიშნა რომ ძალიან მოგწონთ ჩემი ხმა და გამშვიდობს და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ფსიქოლოგი არა ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და ალბათ ეს ხმაც მეხმარება შედეგების მიღწევაში. და ისიც მახარებს რომ ეს ვიდეოებიდანაც რაღაც სიმშვიდეს გრძნობთ ჩემი ხმის გამო და გაშლების გამოც ალბათ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვისთვის, მე ძალიან მიყვარხართ. მეგობრებო, მოიწონეთ ხოლმე, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მოიწონეთ ხოლმე ვიდეოები და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და იქნებ ვის რაში ეხმარება ჩემი ვიდეო, თუნდაც ხმა. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა. ხო, შეგახსენებთ ასევე, რომ coaching სესიებსაც ვატარებ და ვისაც გაქვთ რაღაც გადაუჭრელი პრობლემები, ისეთი სიტუაციებიდან გამოსვლა გიჭირთ, ნეგატიური არაჯანსაღი სიტუაციებიდან გიჭირთ გამოსვლა და გინდათ გამოსვლა, რაც მთავარია და არიცით საიდან დაიწყოთ, როგორ მოახერხოთ ეს ყველაფერი, გიჭირთ რაღაცების გადაწყვეტა, შეგიძლიათ მომმართოთ და ისეთ სესიებს ჩავატარებთ, რომ საკუთარ თავში პოვით იმის ძალას, რისი გაკეთებაც გნებავთ და რისი სურვილიც გაქვთ და წარმატებებსაც უფრო იოლად მიაღწევთ. ჩვენი დღევანდელი გაშლაც არის ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით. აი, რა უნდა შეცვალოთ თქვენში, რომ უფრო მეტი წარმატება და წინსვლა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. წარმატება და წინსვლა სხვადასხვა სფეროში, ვინც რას ჩაიფიქრებთ ალბათ. მე ზოგადად ვისაუბრებ. და ყველა მოირგეთ თქვენს ცხოვრებისეულ სიტუაციას, ხო? თუმცა ამ გაშლას ალბათ არ უყურებს ისეთი ადამიანი, რომელსაც თავი ყოველთვის მართალი გონია და არ ფიქრობს, რომ რაიმე შესაძლებელი აქვს თავის თავში. ამიტომ ვფიქრობ, გამოერევა ჩემს მაყურებლებში ალბათ. თუ არ იქნებით არც ერთი ესეთი შეხედულობით საკუთარ თავზე, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანი არის ყველაზე ამოუხსნელი არსება და სხვა კი არა, თვითონაც ვერ გაიცნობ ბოლომდე საკუთარ თავს, რა შესაძლებლობები გაქვს, რისი გამკეთებელი ხარ, ასე ვთქვათ. და ამიტომ სულ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენს თავებზე, ჩვენს შეგრძნებებზე, ემოციებზე და სულ უნდა ვითარდებოდეთ, რომ რაღაცნაირად ბოლომდე ვერ ალბათ, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც ამოვწუროთ საკუთარი თავის შეცნობა. რაღაც დონეზე მაინც შევიცნოთ საკუთარი თავი. ამიტომ დღეს გვექნება ასეთი გაშლა. რა უნდა შევცვალოთ? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავებში, რომ უფრო მეტი წარმატება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.
ძალიან საინტერესოა. კარგი, რა უნდა შევცვალოს? ხო, აი რა უნდა შეიცვალოს მეგობრებო. აქ ვინც მიყურებთ ახლა, ვიტყოდი იმას, რომ აი კოშკი ამოვიდა და ვინც უყურებთ ხოლმე ტაროს გაშლებს, ალბათ გეცოდინებათ, რომ კოშკი არის რაღაცის ნგრევა, ძირფესვიანი ცვლილება, როგორც ადრე იყო, ისე რო აღარ იქნება, ხო? და ზუსტად აი ეს უნდა მოხდეს თქვენში. არის რაღაცა სიტუაცია, ანუ სიტუაცია კონკრეტული რაღაც არის, შეიძლება ახლა ვიღაცებს გაქვთ რაღაც სიტუაციები ამ წუთას, მაგრამ ზოგადად ვისაუბრებ, ხო? აი რაღაცა მიზანი რომ გაქვთ, დაისახავთ, უბრალოდ უნდა დაისახოთ რაღაცა მიზანი და გინდათ ამ რაღაცის შესრულება, მეგობრებო, თქვენ რა მდგომარეობაში ხართ ახლა? გეწყებათ რაღაც შინაგანი დაუბალანსებლობა, არჩევანის გაუკეთებლობა, არიცით როგორ მოიქცეთ, საიდან დაიწყოთ, აი რაღაც დისბალანსში ხართ ჩვეულებრივად, ორჯოფობთ, რომ აბა ასე გავაკეთო, ისე რომ გავაკეთო, ასე რომ მოვიქცე, ისე რომ მოვიქცე და რაღაცა დროს ელოდებით ყოველთვის, რომ აი თითქოს სპეციალურად რო იძახიან ხოლმე ორშაბათიდან დავიწყებ დიეტას, ხო იცი, აი ეგ მომენტი გაქვთ, რომ აი სიტყვაზე ორშაბათიდან დავიწყებ ამას და არ მოვიდა ეს ორშაბათი. აი ეს გაქვთ მეგობრებო შესაძლებელი თქვენს ხასიათში და ქმედებებში, რომ აი შესაძლებელი როგორ იცით, აი აბსოლუტურად უნდა გაანულოთ აი ეს მდგომარეობა, აი რაც ახლა გაწუხებთ და რაც უკან გხევთ ძალიან ცხოვრებაში, აბსოლუტურად უნდა გაანულოთ და როგორც აი ეხლა აქამდე იყავით ამ წუთამდე, კოშკი გვიჩვენებს ზუსტად ამას, რომ ისე აღარ უნდა იყოს, როგორც ადრე იყო. და ნიშნავს იმას, რომ აი ეს ცოტათი შეცვალოთ კი არა, აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს. ეს უნდა ამოიღოთ. ამაზე გაქვთ სამუშაო. ეს უნდა ამოიღოთ თქვენს ჩვევებში, რომ ნეგატიური ჩვევა არის ეს ადამიანში ზოგადად, მარტო თქვენ არ გაქვთ, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, გეცოდინებათ, მეც მქონია, ვაღიარებ და ძალიან ბევრი ვიმუშავე, საკმაოდ რთული გადასაჩვევია აი ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიძახი. ეს არ არის სიზარმაცე პირველ რიგში, ხას გავუსმებ. სიზარმაცე არ არის, ეს არის თითქოს ვერ იჯერებთ, რომ აი ამ ცვლილებების შედეგად იქნება წარმატება. და შეიძლება საკუთარ თავს ზარმაცადაც აღიქვავთ ხოლმე, რომ აი ალბათ ზარმაცი ვარ, მეზარება ამის გაკეთება. არ გეზარებათ მეგობრებო, ეს სიზარმაცესთან არაფერ კავშირში არ არის. ეს არის იმის დამსახურება, რომ არ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. და აი ამაზე გაქვთ ზუსტად სამუშაო. რადგან ძალიან ბევრ საქმეში გხევთ უკან. თუნდაც აი მაგალითად ეს დიეტა მოვიყვანე და კიდევ დიეტას ვიტყვი, გაქვთ ზედმეტი კილოგრამები და დღეს არის შაბათი და შაბათ-კვირა რაღა არის და ბარემ ორშაბათიდან დავიწყებ. ხო? ეს შაბათ-კვირა ხო დაგეკარგათ ის დღეები, ის საათები ხომ დაგეკარგათ. მოვიდა ორშაბათი. და აღმოჩნდა, რომ ორშაბათიდანაც არ იწყებთ. ან შეიძლება ორშაბათს დაიწყოთ და მერე სამშაბათს ისევ შაბათ-კვირის მსგავსად დაუბრუნდეთ იგივე სიტუაციას. ხო, აი ეს სიტუაცია და აი ეს ქმედებები, გადაუწყვეტლობა და ჩამოუყალიბებლობა ძალიან უკან გხევთ ცხოვრებაში. ამაზე გაქვთ სამუშაო და ამაზე რომ იმუშაოთ მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში მოვა სტაბილურობა, წარმატება, რაღაცა რომანტიული სიტუაციები შეიძლება იყოს აქ. ახალი საქმეების დაწყება, რაღაცა მოლაპარაკებები, შეიძლება
გეგმავთ ამ რაღაცებს, მაგრამ ვეღარ და ვეღარ გადაწყვიტეთ. ზუსტად აი ამ ხასიათის გამო. დაიწყებთ, გადადებთ, აი ასე. ყველას თქვენი საკითხი გაქვთ ჩაფიქრებული, ხო? და მოარგეთ ამას. ვიღაცას პირადი ცხოვრება, ვიღაცას კარიერა. შეიძლება ადამიანი ხელს გთხოვთ, მაგრამ თქვენ იმ დონეზე არ ხართ დარწმუნებული და ჩამოუყალიბებელი ხართ და არ იცით გინდათ ეს ადამიანი, მაგრამ აი რამდენად გინდათ, რამდენად გინდათ ამ ადამიანის წინადადების მიღება, მაგაში არ ხართ დარწმუნებული და აი ესე აურჭობთ. ხან კისეუბნებით, ხან არასეუბნებით რაღაც. ან თუნდაც რაღაცის გაკეთება ამ ბიზნესისა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში აი ამაზე რომ იმუშავებთ, რაღაც დრო კი დაჭირდება, ეხლა ერთ-ორ დღეში ეს არ მოხერხდება, თუმცა მთავარია სურვილი და მონდომება და იმის საკუთარ თავში იმ ძალის პოვნა და იმაში დარწმუნება საკუთარი თავის, რომ აი ამ ქმედებებს რომ მოეშვებით, თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტური სტაბილურობა, წინსვლა, წარმატება, რაღაცა ჯანსაღი ურთიერთობები, კარიერაში წინსვლა, ახალი საქმეების დაწყება მოდის აუცილებლად. აი როგორი მომენტი გექნებათ, იცი, აი თითქოს განულდით და რაღაცა თავიდან იწყება თქვენს ცხოვრებაში. აბსოლუტური ტრანსფორმაცია იქნება თქვენი ცხოვრების. ვერც კი იცნობთ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას იმ დონეზე შეიძლება აი ამ რაღაცა შეიძლება ელემენტარული გქონიათ, მაგრამ ზუსტად აი ამ ელემენტარული ქმედების შეცვლით დაისახავთ მიზანს და იმ წუთიდანვე, ორშაბათიდან კი არა, იმ წუთიდანვე დაიწყებთ იმაზე მუშაობას. აი ამ ქმედების შეცვლა მოგიტანთ ყველა სფეროში ძალიან დიდ წარმატებას. თან რა თქმა უნდა, ეს რაღაცა მხოლოდ ერთი საკითხისთვის არ უნდა იყოს მიმართული და რაღაც უნდა იქცეს თქვენი ცხოვრების რუტინად, აი ეს და სტანდარტად, რომ აი მე ესე ვარ, ისე როგორც ადრე ვიყავი, რომ ველოდებოდი შესაფერის დროს მუდმივად და აი ახლა ორშაბათიდან, ხუთშაბათიდან და იქითა თვიდან დავიწყებ, ეს მომენტი რო აღარ მექნებათ, ჩემ ცხოვრებაში შეიძლება ძალიან ბევრი რამე. აი ეს რო გეცოდინებათ უკვე მეგობრებო, ნამდვილად ნულიდან დაიწყება თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი და უფრო მეტი წარმატება, სტაბილურობა, კარგი დღეები, ჯანსაღი ემოციები შემოვა თქვენს ცხოვრებაში და ახალი საქმეების დაწყება. აქ ნამდვილად ვხედავ, რომ რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში და ისეთი სტაბილური ეტაპი. კარგი. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხავ, კიდევ რა უნდა შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. ხო, კიდევ იმას დავამატებ, ეს გამომჩაება, რომ ფონი გაქვთ ისეთი ახლა, რომ ისა საკმაოდ კარგად გრძნობთ თავს ამაც ოჯახურ გარემოში, ბედნიერად გრძნობთ თავს, ხო? არ გაქვთ რაღაც ისეთი ნეგატიური შეგრძნებები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი რაღაცა მიზანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, აი ეს მიზანი მაქვს და უნდა გავაკეთო, აი მაშინ გეწყება ზუსტად ეს. ანუ ჩვენც ხო რეალურად წინსვლაზე გვაქვს საუბარი, ხო და წარმატებაზე, რომ რა უნდა შეიცვალოს თქვენში, რა ქმედებები უნდა შეცვალოთ, რომ შემოვიდეს წარმატება თქვენს ცხოვრებაში და ზუსტად ეს უნდა შეცვალოთ. თუმცა ახლაც სულად გრძნობთ მეთქი თავს, ვერ ვიტყვი, მშვენივრად გრძნობთ თავს, მაგრამ აი ეს გაქვთ შესაძლებელი თუ გინდათ რაიმე წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. კიდევ რა უნდა შეცვალოთ თქვენში, რომ უფრო მეტი წარმატება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.
მეგობრებო, აი აქაც რამდენჯერ წევენაც რომ ვიკითხე, კოშკის არგანი ამოვიდა და ტრანსფორმაციას ნიშნავს, ახლა სიკვდილი, ესეც ძირფესვიანი ტრანსფორმაცია, რაღაცა ახლიდან დაბადების მომენტი, ხო ხვდებით, რომ მე თავიდან დავიბადე. შეიძლება ახლა ვინც მიყურებთ, ვიღაცებს გაქვთ აი იცით როგორი მომენტი, მიჯაჭვულობა. შეიძლება ნივთებზე, სიტუაციებზე, წარსულზე, ადამიანებზე მიჯაჭვულობა ყველაზე ის არის რთული. ცხოველებზე არც ეგ არის გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში, ერთი წუთით. ყოველ შემთხვევაში გახასიათებთ ძალიან მიჯაჭვულობა, რომელიც უკან გხევთ ცხოვრებაში. და უნდა შეიცვალოს, აი ეს უნდა დასრულდეს თქვენს ცხოვრებაში, აი ეს რაღაც დაბრკოლებაა, უდიდესი დაბრკოლებაა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც უნდა გადალახოთ. ამას თუ გადალახავთ, შეიძლება რაღაცა პერიოდი დეპრესიისკენ გქონდეთ, ცოტა ესეთი დეპრესიული პერიოდი გქონდეთ, იმიტომ რომ გეცოდინებათ, რომ მიჯაჭვულობის დაძლევა საკმაოდ რთული მომენტია და ყველაზე რთულად გადასალახი ალბათ ადამიანებისთვის, მაგრამ ამას თუ დაძლევთ მეგობრებო, თქვენი ცხოვრება, აი თქვენ იქნებით თითქოს ახალშობილი ბავშვივით, ახლიდან დაბადებული, თავიდან დაიბადებით და ამას იგრძნობთ თქვენ. ვერ ვიტყვი ამაზეც, რომ ტრანსფორმაციები არ ხდება ერთ-ორ დღეში და ეს ცვლილებები, ხო? რაღაცა დრო ჭირდება ყველაფერს, თუმცა მთავარია ამ პერიოდში, აი ამ ცვლილებების პერიოდში არ გქონდეს ძალიან დიდი ემოციური ფონი, რაც უფრო მეტად უკან დაგხვევს, პირიქით უნდა ვიმუშაოთ საკუთარ შეგრძნებებზე, საკუთარ ემოციებზე, რომ რაღაცნაირად მშვიდად გადავიტანოთ ეს პერიოდი და რაც მთავარია, დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ აი ამ პერიოდს ქარიშხალს ყოველთვის სიმშვიდე ხომ მოყვება და ამ პერიოდსაც მოყვება ძალიან კარგი ახალი დასაწყისი მეგობრებო და თქვენ შემთხვევაში ზუსტად ეს იქნება. აი ამ მიჯაჭვულობებს რომ გადალახავთ, არ ვიცი, ვის რასთან დაკავშირებით გაქვთ და აი ამ რაღაც მიჯაჭვულობა მაინც ხო ესეთია რაღაცნაირი ეშმაკისეულ და არკანიც ეშმაკის არის ზოგადად, ხო? ამას რომ დაასრულებთ თქვენს ცხოვრებაში, დასრულდება თქვენი ცხოვრების ერთი ციკლი და დაიწყება რაღაცა ახალი, ენერგიული, წარმატებული, სტაბილური, კიდევ რა დაიწყება ამებს რომ გადალახავთ. აი კი მეგობრებო, ახალი გეგმები, უფრო მეტი სტაბილურობა შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რაც მთავარია სამართლიანობა. აი როგორ გითხრათ, სამყაროსგან იგრძნობთ სამართლიან დამოკიდებულებას, იგრძნობთ წყალობას ღმერთისგან თითქოს, აი ეს მომევიდა ახლა რომ ეს ვთქვა, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის გადალახვის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი დაიწყება, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით. ახალი შემოთავაზებები იქნება. ის, რასაც აქამდე აკეთებდით, თითქოს შეიძლება თქვენ თვითონაც ვერ აფასებდით თქვენს ქმედებებს, თუნდაც კარიერაში ან სამსახურში არ აქვს მნიშვნელობა, ან ვიღაცების სახლში იყავით და დიასახლისობდით და არავინ არ გიფასებდათ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ არ აფასებდით საკუთარ ქმედებებს და საკუთარ თავს. აი ახლა თითქოს ეს ყველაფერი გიფასდებათ, რაც იშრომეთ. იმ ყველაფრის დაფასება იქნება ახლა რა, ანუ აი ამ ქმედებების, აი ამ სიტუაციის გადალახვის შემდეგ. იგრძნობთ სამართლიანობას სამყაროსგან და იგრძნობთ სტაბილურობას თქვენს ცხოვრებაში. ოღონდ სტაბილურობა ისეთი კი არა, რომ არაფერი არ იცვლება, არა. სტაბილურობა, მაგრამ თან პლუს ახალი გეგმები, ახალი შესაძლებლობები, რაღაც, ვისთან როგორ, ვის ყველა სხვადასხვა ცხოვრების სფეროში, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადი ფონი იქნება ესეთი.
საერთოდ ახალი სიტუაციები იქნება თქვენს ცხოვრებაში, ბევრი სამუშაო, შეიძლება ისეთი სამსახური გქონდეთ, რომ გადაადგილება მოგიწიოთ ხოლმე და სულ ეს სხვადასხვა ქვეყანაში ან სხვადასხვა ქალაქებში იაროთ. ხო. ისთან როგორ? კიდევ რას მოგიტანთ აი ამ მიჯაჭვულობის დაძლევა? რომ დაძლებთ აი ამ მიჯაჭვულობას, რას მოგიტანთ ეს სიტუაცია კიდევ თქვენ? ხო, აქ ვიტყოდი იმას, რომ აი ახლა თუ ხართ აი იცით როგორ სიტუაციებს მოგიტანთ მეგობრებო? აი რაღაცა საკითხზე, მაგათ აი ახლა რაზეც ხართ ემოციურად მიჯაჭვული, ხო? და თქვენ ეს ყველაფერი გადალახეთ, დაძლიეთ და ასე შემდეგ. მერე შეიძლება გქონდეთ რაღაცა ემოციები შინაგანად, მაგრამ თქვენ ამ ყველაფრის შეკავება უკვე შეგიძლიათ. იმას კი არ ვიცახი, რომ აიტანჯებით შინაგანად და გარეთ ვერ გამოხატოთ. არა. თქვენ უკვე ისეთ სიტუაციაში იქნებით, რომ მართავთ თქვენს ემოციებს და იმისთვის, რაზეც ადრე იყავით მიჯაჭვული და ბევრს აკეთებდით, ხო, დაუშვათ აი ამ სიტუაციის გამო, რაზეც იყავით მიჯაჭვული ამ ვიზეც, ახლა თითქოს შეიძლება უბრალოდ იფიქროთ ამ საკითხზე, ღამღამობით ესე დაფიქრდეთ ხოლმე, ვაიმე, რატო ვიყავი ასე და ასე შემდეგ. და მეტი არაფერი. ამ სიტუაციისთვის არაფერს აღარ გააკეთებთ აბსოლუტურად. ასევე განგივითარდებათ ძალიან დიდი ინტუიცია, წინ წამოიწევს თქვენში ინტუიცია, ასევე დაიწყებთ რაღაცა ახალ სულ თავიდან ახალს რაღაცა საკითხს, თუნდაც სამსახურს ან ურთიერთობას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფრო მეტი სტაბილურობა იქნება, ანუ ახალი დასაწყისიდანვე იგრძნობა უფრო მეტი სტაბილურობა. აქ იქნება კი, ნამდვილად იცი როგორი სიტუაციები შემოვა მეგობრებო, აი ამ მიჯაჭვულობას რომ გადალახავთ, შეიძლება ემოციები გქონდეთ ისევ ამ სიტუაციაზე, მაგრამ ისეთი დამანგრეველი აღარ, როგორც ადრე გქონდათ. და არჩევანს აკეთებთ საკუთარ თავზე. იმიტომ რომ ინტუიცია გაქვთ უკვე ისეთი, რომ ინტუიციურად გრძნობთ, რომ აღარ გინდათ იმ სიტუაციაში დაბრუნება. და სარკეში რომ იყურებით, ხედავთ თქვენი თავის უკეთეს ვერსიას უკვე. აი ამას მოგიტანთ ეს სიტუაცია, ამ სიტუაციის დაძლევა, მიჯაჭვულობის გადალახვა. ხო. ამისთვის საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, მეგობრებო. თუ მარტო არ შეგიძლიათ მომმართოთ ან სხვა ფსიქოლოგს მიმართოთ, ან კოუჩს მიმართოთ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იმუშაოთ საკუთარ თავზე, დაძლიოთ ეს მიჯაჭვულობა, გადალახოთ და ნახავთ, როგორი წინსვლა და წარმატება გექნებათ თქვენს ცხოვრებაში და იგრძნობთ სტაბილურობას. ყველაზე კარგი ის არის, რაც დავინახე ახლა, რომ საკუთარ თავს სარკეში უყურებთ, როგორც შეიძლება ახლაც კარგად გამოიყურებით, მაგრამ სარკეში რომ იყურებით, არ მოგწონთ თქვენი თავი. მაგრამ მაშინ უკვე ამ ყველაფერს რომ გადალახავთ, სარკეში დაინახავთ თქვენი თავის უმაღლეს მეს, საუკეთესო ვერსიას. იმიტომ რომ შინაგანად იგრძნობთ ასე თავს. და ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, მეგობრებო. დაგემშვიდობებით ახლა, წარმატებულ და მშვიდ დღეს გისურვებთ. დროებით.